მეშვიდე დღეა ამერიკის ფედერალური უწყებების მუშაობა შეჩერებული, აგრეთ წოდებული შატდაუნის მიზეზი რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული ხარჯების შემცირების კანონპროექტია, რომელსაც დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამერიკის სენატში ფედერალური ბიუჯეტის მიღების უკვე მეხუთე მცდელობა ჩავარდა. კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა ვერც ერთი პარტიის პროექტმა ვერ მიიღო. მთავრობის მუშაობის შეჩერება ქვეყნის მასშტაბით არაერთ პრობლემას ქმნის. მუხელფასო შვებულებაში რჩება ასობით ათასი საჯარო მოხელე. შატდაუნი ბოლოს დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოცხადდა და თვეზე მეთხანს გაგრძელდა. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ მთავრობის მუშაობა ამჯერად უფრო დიდი ხნით შეფერხდეს და ფედერალური მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება გარდაუვალი გახდეს. კეთი ჩოხელი გიამბობთ. ჰოლივუდის აეროპორტში ათობით რეისი დაგვიანებით შესრულდა იმის გამო, რომ 6 საათის განმავლობაში აეროპორტი ავიადისპეტჩერების გარეშე იყო დარჩენილი. ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის გამო ამერიკის ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების ფონზე ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია მოგზაურობს მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ აფრთხილებს დისპეტჩერების ნაკლებობის გამო. კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსამი ავიამიმოსვლის შეფერხებაში ტრამპის ადმინისტრაციას დებს ბრალს და აცხადებს, რომ ეს ეგრეთ წოდებული შატდაუნის პირდაპირი შედეგია. ჩვენ ნეშვილიდან მოუფრინავთ, ჩვენი ერთი რეისი უკვე შესრულდა 2 საათნახევრიანი დაგვიანებით და ეს რეისიც გადაიდო. ჩვენ უბრალოდ სახლში გვინდა. დისპეტჩერები უნდა გამოცხადდნენ სამსახურში, ხომ ასეა? ისინი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი არიან. პრობლემა არის ის, რომ ისინი გამოვლენ სამსახურში და ვერ მიიღებენ ანაზღაურებას. მათ კი გადასახადები აქვთ გადასახდელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული შატდაუნი 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ახალი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია. დემოკრატები ეწინააღმდეგებიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას. წუხელ სენატმა უკვე მეხუთედ ვერ შეძლო მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის მიღება. საჭირო 60 ხმა ვერც დემოკრატების და ვერც რესპუბლიკელების ვარიანტმა ვერ დააგროვა. 5 კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ რესპუბლიკელებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ისინი წინ ვერ წაიწევენ. თუ არ დაჯდებიან და სერიოზულ მოლაპარაკებებს არ გამართავენ დემოკრატებთან ჯანდაცვის სფეროში კრიზისის განსახილველად. ეს მარტივია. საბოლოოდ ამერიკელმა ხალხმა იცის, რომ თუ მოხდება სამსახურიდან დათხოვნა, ეს დონალდ ტრამპის კისერზე იქნება. ის აკეთებს ამას და არა დემოკრატები. ეს არ არის რესპუბლიკელების შატდაუნი, ეს არის დემოკრატების შატდაუნი. ეს სამარცხვინო და სამწუხაროა. რეალური ადამიანები იტანჯებიან და ეს უნდა დასრულდეს. სამთავრობო უწყებების მუშაობის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპი დემოკრატიულ პარტიას აკისრებს. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ დემოკრატების მიზანია ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის ჯანდაცვის უზრუნველყოფა, რასაც მათი ოპონენტები უარყოფენ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის დემოკრატებთან ჯანდაცვის დაფინანსებაზე შეთანხმებისთვის, თუ იქნება მისაღები პირობები. როგორც იცით, სწორედ დემოკრატებმა დაიწყეს ეს. საქმე ეხება ძირითადად ჯანდაცვას. ჩვენ გვინდა კარგი ჯანდაცვა ხალხისთვის. ჩვენ არ გვსურს ფული დავხარჯოთ სხვა ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ. ახლა საზღვარზე შემოდინება მთლიანად გაჩერდა. ბოლო 4 თვეში 0 ადამიანი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად. ჩვენ მილიონობით ადამიანიდან 0-მდე შევამციეთ. მათი შეჩერების ერთ-ერთი გზა არის მათთვის უფასო ჯანდაცვის და სხვა უფასო სერვისების უზრუნველყოფაზე უარის თქმა. რესპუბლიკელების შეთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერაზე დემოკრატები უარს ამბობენ, რადგან მათი აზრით ის დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას უზღუდავს. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ თუ შატდაუნი დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა ფედერალური მოხელეების ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლება გარდაუვალი გახდეს. ბიუჯეტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური უწყებების მუშაობა უკვე მეშვიდე დღეა ნაწილობრივ შეჩერებულია. საქმიანობას განაგრძობენ მხოლოდ კრიტიკული მნიშვნელობის სამსახურები, როგორიცაა მაგალითად სამართალდამცავი ორგანოები. უხელფასო შვებულებაში ფედერალურ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეების დაახლოებით 40% იმყოფება, რაც 750,000-მდე ადამიანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლოს შატდაუნი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს 2018 წელს გამოცხადდა და 35 დღე გაგრძელდა. მაშინ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას $3 მილიარდი დაუჯდა.